საღამომშვიდობისა პირდაპირ ეთერშია ქრონიკა 8 საათზე ხადე ოქოთაზესთან და ლევან ჯავახიშვილთან ერთად. საღამომშვიდობის. ირაკლი კობახიძე ქართული ოცნების თავმჯდომარეა. მმართველმა პარტიამ პოლიტსაბჭოს შემადგენლობა განაახლა. ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტის ბედი და მმართველი გუნდის პოლიტიკური შეფასება. ევროპარლამენტმა დაადასტურა, რომ ევროკომისიის ბიუჯეტი არა მიზნობრივად იხარჯებოდა გამჭვირვალობის პრობლემა ევრობიუროკრატებში. ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში 7 ადამიანი დააკავეს, ამოღებულია სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები. ადამიანის განვითარების ინდექსი გაეროსგან საქართველოს ისტორიულად მაღალი მაჩვენებელი აქვს. დამწვარი ბაზრობა და დაზარალებული მოვაჭრეები მერია ფინანსური დახმარების პაკეტს ამზადებს. საქართველოს გამთლიანება და კეთილდღეობა ყველა ოჯახში. ეს ქართული ოცნების ახალმა თავმჯდომარემ განაცხადა. ირაკლი კობახიძის კანდიდატურას გუნდის უპირობო მხარდაჭერა ჰქონდა. მადლობა დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, ასევე ყოფილ ხელმძღვანელს. მსოფლიოში არსებული ვითარების გათვალისწინებით ქვეყნის ინტერესების დაცვა ბეწვის ხიდზე სიარულს მოითხოვს. როგორია ამ რთულ ვითარებაში მოქმედების გეგმა, ეს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ განაცხადა. სოფო ბერიძე გვერდება პირდაპირ ეთერში უფრო მეტი ინფორმაცია დღევანდელი ყრილობის შესახებ. დემოკრატიული სისტემისა და სამართლის უზენაესობის კიდევ უფრო განმტკიცება, საქართველოს დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გაძლიერება, ქართული ეკონომიკის განვითარება, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პოზიციების გამყარება და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება. ეს ქართული ოცნების ახალმა თავმჯდომარემ სახელმწიფოებრივ ამოცანებად დაასახელა. მმართველ პარტიას ორი ეროვნული მიზანი, ანუ ორი მთავარი ქართული ოცნებაც აქვს. უახლოეს ამოცანად კი თვითმმართველობის არჩევნებზე ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებელი გამარჯვება სახელდება. ამ გზას ქართული ოცნება უკვე დღეიდან ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გაუყვება. პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილია ბატონი ირაკლი კობახიძის კანდიდატურა. ირაკლი კობახიძეს ნდობა ქართული ოცნების დელეგატთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ გამოუცხადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის ახლად არჩეული თავმჯდომარისთვის ეს ერთდროულად დიდი პასუხისმგებლობა და დიდი პატივია. მისასალმებელი სიტყვისას მისგან იყო მადლობა პარტიის ყველა წევრის ხელმძღვანელობისა და ყოფილი თავმჯდომარის მიმართ. ქართული ოცნების 13 წლიანი ისტორია მისთვის საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, მშვიდობიანი განვითარებისთვის, კეთილდღეობისთვის, ქართველი ხალხის ღირსების დაცვისთვის უთანასწორო, მაგრამ მართალი და წარმატებული ბრძოლის ისტორია. ამ ბრძოლას საფუძველი ჩაუყარა ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. მე თავისუფლებას მივცემ თითოეული თქვენგანის სახელით, მას გადავხდი უდიდეს მადლობას ქართული საქმის კეთებისთვის. მადლობა სამშობლოსთვის თავდადებისთვის, საქართველოში ავტორიტარიზმის დასრულებისა და ქვეყანაში დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს და ადამიანის უფლებების გამტკიცებისთვის. ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ დღეს საქართველოს ყავს პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც ჩვენს ქვეყანას ომი არ ქონია. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დღეს ჩვენი პატარა, მაგრამ ამაყი ქვეყანა არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ამის შემდეგ იყო არსებული პოლიტიკური რეალობის მიმოხილვა და გამოწვევებთან გასამკლავებლად თავმჯდომარის ხედვის დელეგატებისთვის წარდგენა. ურთულესი ბრძოლის პირობებში ირაკლი კობახიძეს სჯერა, რომ ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერი სისუსტის გამოვლენა შესაძლოა ქვეყანას განადგურებად დაუჯდეს. ამიტომაც მისთვის ნებისმიერი უკანდახევა ქვეყნის წინაშე დანაშაულის ტოლფასია. ხედავთ, როგორც ცდილობენ გავლენიანი ძალები სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი დაათმობინონ ყველაზე ძლიერ სახელმწიფოებსაც კი. ხედავთ, როგორ ანგრევენ მრავალი ქვეყნის ეკონომიკას. ხედავთ, როგორ თელავენ ფეხქვეშ დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ელემენტარულ პრინციპებს. ხედავთ, როგორ ცდილობენ ეროვნული და რელიგიური იდენტობა წაუშალონ უძველესი კულტურის მქონე ქვეყნებს. ხედავთ, როგორ იყენებენ სხვადასხვა ქვეყანას საზარბაზნე ხორცად საკუთარი მანკიერი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. მთელი 13 წლის განმავლობაში ჩვენ გვიწევდა და გვიწევს უკომპრომისო ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტისთვის, ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობისთვის. გვიწევს ბრძოლა ქრისტიანობის დასაცავად, მშვიდობის შესანარჩუნებლად, ტრადიციული ღირებულებებისა და საზოგადოებრივი მორალის განსამტკიცებლად. ეს არის უთანასწორო ბრძოლა, სადაც უპირატესობის შენარჩუნების შეასრულებას მხოლოდ სიმართლე
გვაძლევს. დიდი მადლობა ქართულ ხალხს, რომელმაც გასული რამდენიმე წლის მანძილზე გამოავლინა განსაკუთრებული გამოცდილება და სიბრძნე და მყარად დადგა საქართველოს ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნდობა სახელმწიფო პარტიას არწმუნებს, რომ ქართულ ოცნებას წინ მეათე საიუბილეო გამარჯვება აქვს. პარტიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისი უკვე დაიწყო. საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად რამდენიმე კვირაში გახსნის. პარტია სრულად იქნება მობილიზებული მეათე საიუბილეო გამარჯვებისთვის. ქართული ხალხის ხარდაჭერით ჩვენ მოვიგებთ მერის და საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში. რათა არც ერთ მუნიციპალიტეტში არც ერთი დღით არ შეჩერდეს განვითარება და სრულად დავიცვათ თითოეული მხარის, თითოეული კუთხის ინტერესები. ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლა მმართველი პარტიის მიზნებზე საუბრით დაასრულა. ქართულ ოცნებას ორი ეროვნული ქართული ოცნება აქვს და ირაკლი კობახიძეს სჯერა, რომ სიმართლე სიცრუეზე ყოველთვის იმარჯვებს. ჩვენი მიზანია კეთილდღეობა შევიდეს თითოეულ ქართულ ოჯახში. ამიტომ ძალისხმევას არ დავიშორებთ, რომ გაგრძელდეს საქართველოს სწრაფი ეკონომიკური განვითარება. ჩვენი ეროვნული მიზანია საქართველოს გამთლიანება. გამთლიანებაში ერთი მხრივ გულისხმობთ ქართული საზოგადოების გაერთიანებას. ჩვენ ხედავთ, როგორ ცდილობენ ქართველებს გარედან თავს მოგვახვიონ ერთმანეთის სიძულვილი. ქართული პოლიტიკიდან რადიკალების ჩამოშორების შემდეგ, რაც ძალიან მალე მოხდება, ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ სიძულვილს, დავიბრუნებთ გზასასწინო თანამოქალაქეებს და გავაერთიანებთ ჩვენს საზოგადოებას. მეორე მხრივ გამთლიანებაში ჩვენ გულისხმობთ საქართველოს ფიზიკურ გაერთიანებას. აფხაზეთისა და აფხაზების, ცხინვალისა და ოსების დაბრუნებას ერთიან ქართულ სახელმწიფოში. ჯერა რომ შვიდობით, პრინციპულობით, სიყვარულითა და მოთმინებით აუცილებლად აღვადგენთ ნდობას და ნდობასთან ერთად ერთიანობას და ამით ავასრულებთ ჩვენს უმთავრეს ეროვნულ ქართულ ოცნებას ერთიან საქართველოს. ალბათონებო და ბატონებო, სიძულვილს ძლევს სიყვარული, ბოროტებას ძლევს სიგეთე და სიცრუეს ძლევს სიმართლე. ჩვენ კიდევ ბევრჯერ გავიმარჯვებთ, რადგან გვამოძრავებს სიყვარული საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ, გვინდა მეტი სიკეთე ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხისთვის და ვართ მართლები სამშობლოსთვის ბრძოლაში. ერთმა გაგვაძლიეროს ყველა საქმეში, რომელიც საქართველოს წინსვლას ემსახურება. საქართველოს როგორც პრეცედენტი გარე ძალებისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოების. მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი ამაყობს, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები დღეს მხოლოდ საქართველოში მიიღება. დღეს იმართება იმ პარტიის მეცხრე ყრილობა, რომელმაც მისი ლიდერის ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით შეძლო ეროვნული და გარე ძალებისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოების პრეცედენტის შექმნა, რაც თავის მხრივ მშვიდობის, ქვეყნის განვითარების, გაერთიანების, მისი შემდგომი შეუგზევადი განვითარების ურყევი საფუძველია. ქართულმა ოცნებამ, რა თქმა უნდა, ქართველ ხალხთან ერთად მიაღწია ქვეყნის დამოუკიდებლობის იმ ხარისხს, რომ ჩვენ შეგვიძლია ამაყად ვთქვათ. დღეს საქართველოსა და ქართული ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება და ამავდროულად ჩვენ პირველები ვართ ევროპაში ეკონომიკური განვითარების ტემპითაც. ქართული ოცნების მეცხრე ყრილობამ ორი ახალი წევრი დღეს პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაც დაამტკიცა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. პოლიტიკური საბჭოს ორი ახალი წევრი პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი არიან. თამაზაშვილი პარალელურად აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელადაც დაინიშნა. პარტიის პოლიტიკური მდივანი კი ირაკლი კობახიძის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იქნება. ქართული ოცნების მიზნებსა და ირაკლი კობახიძის ღირსებებზე დღეს შეფასებები ყრილობის დასრულების შემდეგაც მოვისმინეთ. Ყველაფერს გავაკეთეთ იმისათვის, რომ ჩვენი პარტიის მიერ დასახულ მიზნებს ერთად მივახციოთ. ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, მკვლევადიანი მიზნებიც, ეს არის მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება, ჩვენ ვიზამებთ აუცილებლად მეათე საიუბილეო გამარჯვება სამარჩევნებში და მის მიღმა ჩვენი მთავარი მიზანი უკავშირდება, რა თქმა უნდა, ქვეყნის განვითარებას. ყველაფერი გაკეთდება ჩვენი პარტიის მხრიდან იმისათვის, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოთ ჩვენი ქვეყნის წინსვლა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. ირაკლი არის ღირსეული ადამიანი, პროფესიონალი, უპატიოსნესი და მინდა წარმატებები უსურვო. ძალიან ბევრია დამოკიდებული მასზე
პარტიულ მუშაობაზე, ძალიან ბევრია გაკეთებული პარტიული სტრუქტურების გაძლიერებაზე. 2014 წლიდან მოყოლებული ერთად მუშაობთ ამ მიმართულებით. წინ გველოდება მნიშვნელოვანი არჩევნები ადგილობრივი თვითმმართველობაში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერით და თანადგომით ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვოს ქართულმა ოცნებამ დემოკრატიულმა საქართველოს. თუ კი ვინმე არის უღალატო, ღირსეული, ინტელექტუალი, გადაჭარბების გარეშე მოყოლებს, იმიტომ არა რომ საუბრობთ საკუთარ თანაგუნდებზე და უახლოეს მეგობარზე, არამედ იმიტომ რომ ამას ყველა ხედავს. ასეთი არის ირაკლი კობახიძე და ირაკლი კობახიძე არის ადამიანი, რომელიც არის ავანგარდში ბიძინა ივანიშვილთან ერთად იმ ბრძოლის, რასაც ქვია ქვეყნის სუვერენიტეტისთვის, დამოუკიდებლობისთვის, გარეჩარევების წინააღმდეგ ბრძოლის და რაც მთავარია ქვეყნის საკუთარი სამშობლოს სამსახურში ერთგულად ყოფი ადამიანი. თავარი მიზანი არის საკუთარი სამშობლო მისი მსახურე. ქართველმა ხალხმა და მის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ მიიღოს გადაწყვეტილებები და არა გარედან დანიშნულმა ვინმე ადამიანმა მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქვეყანაში, ეს არის უპირველესი. როგორც მოისმინეთ, ქართული ოცნება მე-9 ყრილობის შემდეგ ახლა არჩევნებში მე-10 საიუბილეო გამარჯვებისთვის ემზადება. მადლობა სოფო ბერიძეს. ადამიანის განვითარების ინდექსი გაეროსგან სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, განათლება და მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთს უმოსახლეზე ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით ცხოვრების სტანდარტის რეიტინგი შედგა. საქართველოს 57 ადგილი მისთვის რეკორდულად კარგი მაჩვენებელია და ამ შედეგით პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმეტესობასაც უსწრებს. ნინ ჩუბინიძე ამბობთ. საქართველოს ეკონომიკისა და რეფორმების მორიგი წარმატება და საერთაშორისო აღიარება. გაეროს ადამიანის განვითარების ინდექსში საქართველოს შეფასება ახალ მაქსიმუმამდე გაიუმჯობესა და 193 ქვეყანას შორის ისტორიულად საუკეთესო პოზიციაზე 57 ადგილზე გავიდა. ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ახლა უკვე ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს. ჩვენ არა მარტო ვიზრდებით აბსოლუტურ მონაცემებში, არამედ ფარდობითადაც ვიზრდებით სხვა ქვეყნებთან შედარებით. საქართველოს ადგილს თუ ნახავთ, მელ ადგილზე იყო ჩვენი ქვეყანა, მაგალითად, მსხვიდლობით ვინ არის გათვალისწინებით თლიანი შიდა პროდუქტით 2012 წელს ასად ვარ დღეს, ჩვენ რამდენიმე ათეული ადგილის წავიწიეთ წინ. და ეს წინსვლა მუდმივად გრძელდება და არის სავალუტო ფონდის ძალიან კარგი პროგნოზი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვიქნებით მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით საშუალოვადიან პერსპექტივაში 2029 წლის ჩათვლით და შესაბამისად ვიქნებით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით. საქართველოს მზედიზედ უკვე მე-5 ადამიანის განვითარების ძალიან მაღალი დონის სტატუსი მიიღო და რეიტინგის ხანგრძლივი გაუმჯობესებით მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მე-7 პოზიცია დაიკავა. გაეროს ადამიანის განვითარების ინდექსი საზოგადოების კეთილდღეობის საზომებს შორის მსოფლიო მასშტაბით მოწინავეა. საქართველოს აგრძელებს განვითარებას, აგრძელებს კეთილდღეობის მრავალპლანიან განვითარებას, არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის, არამედ სოციალური ფაქტორების საცხოვრებლების გაუმჯობესებას, რაც ყურადღების მიღმა არჩევა მსოფლიოს. გაეროს კვლევა აერთიანებს მოსახლეობის განვითარების მრავალ ასპექტს, მათ შორის ეკონომიკურ, სოციალურ, არჩევანის თავისუფლების. ამ რეიტინგით საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 74 წელზე მეტია. მთლიანი ეროვნული შემოსავალი კი ერთსულ მოსახლეზე $20,000 აღემატება. აღსანიშნავია, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული განპირობებულია იმ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპებით, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ფიქსირდება და ზოგადად აქედან გამომდინარე მოსახლეობის შემოსავლების ზრდით. აქვე აღსანიშნავია, რომ მონტენეგროს და თურქეთის გარდა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას უსწრებს და ასევე უსწრებს რეგიონის დანარჩენ ქვეყნებს. 2012 წლიდან დღემდე საქართველოს რეიტინგი 15 ადგილით გაიუმჯობესა. საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 208 მილიონი ამერიკული დოლარით გაიზარდა. ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკუთვნილი უცვლელი დატოვა და არ გააზრდილა არც ინფლაციის მაჩვენებელი. ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კი ისევ მაღალია. თამარ ჩიკვატია კონკრეტული მონაცემებით.
რიცხვებში ასახული სწორი ეკონომიკური პოლიტიკა. ეროვნული ბანკის ანგარიშიდან ირკვევა, რომ დადებითი დინამიკა თითქმის ყველა მიმართულებას მოიცავს. მარტში წინა თვესთან შედარებით ლარის საშუალო გაცვლითი კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებით 1,4%-ით გამყარდა. შენარჩუნებულია ინფლაციის მაჩვენებელი 2,4%-იანი სტაბილურობით. ეკონომიკური ზრდა გამოწვეულია ისეთ მაღალ პროდუქტიულ სექტორებში ზრდით, როგორიცაა საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტრანსპორტირება, მშენებლობა. აპრილის განმავლობაში სავალუტო რეზერვები 208 მილიონი აშშ დოლარით შეივსო და თვის ბოლოს 4,5 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ზოგადად, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის გარანტორია, სწორედ ამიტომ ეროვნული ბანკის პოლიტიკა მიმართულია რეზერვების დაგროვებისა და სარეზერვო აქტივების ეფექტიანი მართვისაკენ. ანალიზის საფუძველზე ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 8%-ზე დატოვა. მეთოდოლოგიას აქვს მაღალი შეფასება არა მხოლოდ ქართველი ექსპერტებისა და მეწარმეების, არამედ სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების მხრიდანაც. ეს არ არის არც ერთი სპონტანური გადაწყვეტილება, ყოველთვის საფუძვლიან ანალიზზე ეფუძნება და შესაბამისად ამ საფუძვლიან ანალიზს არა მარტო ქართველი ანალიტიკოსები და ქართველი მეწარმეები, არამედ მოზრდილი რესპუბლიკების ცენტრალური ბანკებიც აკვირდებიან და შესაბამისად მაღალი შეფასება აქვს ეროვნულ ბანკის ამ მეთოდოლოგიას. სტაბილური დინამიკა საბაზრო ფასებთან დაკავშირებით იკვეთება ძლიერი ეკონომიკური აქტივობა. ექსპერტები ამას გარე ფაქტორებითა და ბაზარზე არსებული ეკონომიკური გარემოებით ხსნიან. ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, ჩვენი ანალიტიკური დოკუმენტები ძალიან ადეკვატურია იმ რეალობისა, რაც ხდება ერთი მხრივ ჩვენს ქვეყანაში და მეორე მხრივ არის თანხმდრაში იმ საერთაშორისო შეფასებებთან, რომელსაც ჩვენ პერიოდულად ვხედავთ. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6,7%-მდე გაზარდა. განახლებული პროგნოზით საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი შიდა პროდუქტის მაღალ მატებას ელოდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფები მორიგი ცრუ შეტყობინების საქმეზე მუშაობენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ცოტა ხნის წინ გავრცელა ინფორმაცია და მოუწოდა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს პატივისცემ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისაგან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნავს, რომ მოქალაქეთა უსაფრთხოება არის უმთავრესი პრიორიტეტი მათთვის და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში სამსახური ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას ახორციელებს. მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საკუთარ თანამშრომლებს დაუგზავნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა ყოფილიყო ბომბი თბილისში მდებარე სამ სავაჭრო დაწესებულებაში კონკრეტული ჩამონათვალით და მოუწოდა მათ, რომ ამ ტერიტორიებზე გადაადგილებისაგან თავი შეეკავებინათ. განაგრძობთ გამოშვებას ფაქტობრივი შეცდომები და ოპოზიციის დღის წესრიგით შედგენილი დოკუმენტი. მართველი პარტიის ლიდერები ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტის ფარზე საუბრობენ. ქართულ ოცნებას ეჭვება, რომ ოპოზიციის ლობისტების ინიციატივამ შეერთებული შტატების პრეზიდენტამდე მიაღწიოს. მეგინ არსავიძე გვიერთება პოლიტიკური განცხადებებით. ტრული აქტი, რომელიც ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული. სახელმწიფო გუნდის შეფასებით კონგრესის მიერ მხარდაჭერილი დოკუმენტი არასერიოზულია და აქცენტს აკეთებენ მასში არსებულ აბსურდულ ჩანაწერებზე. რადიკალების ნაადრევი სიხარულის მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო დოკუმენტს ჯერ კიდევ აქვს ეტაპები გასავლელი. განხილვა სენატში და მხარდაჭერის შემთხვევაში პრეზიდენტის ხელმოწერა. თუმცა ქართული ოცნების წევრებისთვის ეს პროცესი არის ტესტი, რომლითაც გაირკვევა, რამდენად წარმატებულია დონალდ ტრამპის ბრძოლა დიპ სტეიტის წინააღმდეგ. ამ პროცესში კი საქართველოს ხელისუფლება ამერიკის პრეზიდენტს წარმატებას უსურვებს. სინამდვილეში არის, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ტრული აქტი და აქ გვინდება კიდევ ერთხელ ორველისეული მიდგომა, რომ მეგობარი არის მტერი, ომი არის მშვიდობა და ეს შემდეგ. ამის გაგრძელება, როგორც შეიძლება მეგობარი აქტი ერქვას აქტს, რომელიც თავიდან ბოლომდე ქართველი ხალხის მიმართ და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ ტრული დამოკიდებულებით არის გამშვალული. გრძელდება ბრძოლა ტრამპსა და დიპ სტეიტ შორის, როდესაც ხდება ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ეს ნიშნავს იმას, რომ იმ კონკრეტულ მომენტში დიპ სტეიტმა ასე ვთქვათ ძლია ტრამპის ადმინისტრაციას. გვაქვს ჯერ კიდევ ოპტიმისტური მოლოდინი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია დაამარცხებს დიპ სტეიტს, ჯო ვილსონი არის თავიდან ბოლომდე დიპ სტეიტი. ის არ არის ტრამპის გავლენის ქვეშ. ხედავთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ებრძვის დიპ სტეიტს,
რომელსაც აქვს საკმაოდ ღრმა ფესვები, როგორც ჩვენთან ქვეყანაში, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში. ეს არის მტრული აქტი, რომელიც არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული, ძირითადად შინაარსობრივად დაფუძნებულია სიცრუეზე. ჩვენ პრეზიდენტ ტრამპს, რა თქმა უნდა, გულშემატკივრობთ და გამარჯვებას უსურვებთ Deep State-თან ბრძოლაში. თუ Deep State იქნება დამარცხებული, რა თქმა უნდა, საქართველოსთან მიმართებით აისახება ურთიერთობები და გადალაგდება. ეგრეთ წოდებულ მეგობარაკთან და სინამდვილეში მტრულ აქტთან დაკავშირებით წყალწაღებული ხავს ეჭიდებოდა. თუ ვინმეს კიდე განმარტება ჭირდება, ხავსია ეს აქტი მტრული სინამდვილეში წყალწაღებულები არიან ქართული ოპოზიციის, აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები. არასერიოზულია ეს ყველაფერი. შალვა თადუმაძე მაგალითად ჩაწერილია მოსამართლეების სიაში. ანუ იმდენად ჭორაობის დონეზე შედგენილი დოკუმენტი ჯერ ხო გამოშიგნეს მართლა ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა თქოს ხოთაშორის ეს. ყველაფერს თავი რომ დამარევთ მოსამართლეების სიაში შინაგასაკვეთა სამეცნიერო წარმომადგენელი ჩაწერეს. იმდენად ნაჭორავები აქტია, რომ ხავსის ფუნქციასაც ვერ შეითავსებს. ლაკმუსის ტესტია ერთგვარი იმიტომ, რომ ოლიგარქიული მმართველობის არაფორმალური გავლენების Deep State-ის დამარცხებაზე თუ რეალურად არის საუბარი, ეს აქტი ბუნებრივად ვერ აისახება რეალურ ცხოვრებაში. ქართველი რადიკალების მოკავშირე ჯო უილსონის მიერ მომზადებული დოკუმენტი ურეიტინგო ოპოზიციისთვის მორიგი ხავსია. უკვე დიდი ხანია ქართველი ხალხისგან უარყოფილი პოლიტიკოსების ერთადერთ ნუგეშს უცხოეთში მომზადებული უარგუმენტო და უსაფუძვლო ტექსტები წარმოადგენს. მადლობა მეგიას მეგინარსავიძე იყო. ფინანსების ბოროტად გამოყენება, თაღლითობის მაღალი რისკები, არალეგიტიმური ბენეფიციარები. ევროპარლამენტმა დაადასტურა, რომ ევროკომისიის ბიუჯეტი არამიზნობრივად იხარჯებოდა. განხილვა ევროპის სახალხო პარტიის მოთხოვნით შედგა, რომელიც შემდეგ ეტაპზე არასამთავრობოების დაფინანსების გამჭვირვალობის საკითხს აყენებს. საგულისხმოა, რომ ევროპის გამჭვირვალობისთვის ქართული გამჭვირვალობის კრიტიკოსი პოლიტიკური ჯგუფი იბრძვის. ნინო არგულიანი გიამბობთ. ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროპის სახალხო პარტიის წინადადებას, რომელიც ევროკომისიას ევროპული ფულის გაუმჭირვალე ხარჯვაში ამხელს და მონიტორინგს ითხოვს. EPP მიზნად დაისახა ევროსტრუქტურებიდან გამოყოფილი ფული, რომლითაც არასამთავრობოები ფინანსდებიან, დაცული იყოს ლობიზმისგან, საიდუმლო საქმიანობისა და პოლიტიკური მიზნებისგან. ფული, რომელსაც ევროპული ბიუჯეტიდან მესამე სექტორი იღებს, საჯარო განხილვებს, გამჭვირვალობას და საზოგადოებრივ კონტროლს უნდა დაექვემდებაროს. დავადგინეთ, რომ ევროკომისია ფულს უხდიდა NGO-ებს ლობიზმში. ასევე აღმოვაჩინეთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ფინანსდებოდნენ არამხოლოდ ევროკავშირის ფულით, არამედ კატარგეითთან დაკავშირებული ლობისტური ორგანიზაციების მიერ. გსურს გამჭვირვალობა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ, რაში და როგორ იხარჯება ევროკავშირის გადასახადების გადამხდელთა თითოეული ევრო. პირველი ეტაპი გავლილია, მეორე ეტაპი კი უშუალოდ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე იქნება. გამჭვირვალობა არ არის სასჯელი, ეს არის ნდობის საკითხი. ასე ამშვიდებენ ევროპარლამენტარები იმათ, ვინც ევროსტრუქტურებიდან გამოყოფილ თანხებს წლებია არამიზნობრივად პოლიტიკური მიზნებით ხარჯავენ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ხალხის ფულს იღებენ, საჯარო ზედამხედველობას უნდა დაექვემდებარონ. ჩვენ გვსურს, რომ სისტემური კონტროლი გქონდეს ევროკომისიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის გაფორმებულ კონტრაქტებზე. არასამთავრობოების გავლით და ევროპული ფულით ბრიუსელი წევრ სახელმწიფოებსაც ებრძვის. ვიქტორ ორბანის ოფისის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ დემოკრატიული სახელმწიფოების წინააღმდეგ USAID-ის როლი ახლა ევროპამ გადაიბარა და ამ პროცესში საკვანძო როლი სოროსის ფონდს ეკისრება. ეს უდიდესი კორუფციული სკანდალია. ტრამპმა USAID-ის დაფინანსება გააუქმა, თუმცა ახლა ცდილობენ, რომ ბრიუსელის დაფინანსების სტრუქტურები გამოიყენონ ამ აქტივობებისთვის. ამიტომაც ჩვენთან ბრძოლა გრძელდება, რადგან ბრიუსელის ინსტიტუტები უჭერენ მხარს მედიას, NGO-ებსა და სხვადასხვა ინსტიტუტებს, რომ დაუპირისპირდნენ კონსერვატორულ ძალებს. ევროპელების დაგვიანებული გამოფხიზლება მართლ პარტიას იმ ფარს ახსენებს, რომელიც მათ ქართულ კანონთან დაკავშირებით მოაწყვეს. პრემიერ-მინისტრი ამერიკელი და ევროპელი ბიუროკრატებისთვის იმ მარტივ ჭეშმარიტებას განმარტავს, რომ გამჭვირვალობა დემოკრატიის უკუსლა ვერ იქნება. დღეს ყველამ დაინახა, რომ
ეს კანონი ემსახურებოდა აბსოლუტურად სწორ მიზანს, ეს იყო NGO-ების გამჭრელობა. რა თქმა უნდა, მას ბევრი ლაპარაკი. გამჭრელობა არის მხოლოდ და მხოლოდ კარგი. ეს ეხება როგორც ხელისუფლების გამჭრელობას, პარტიების გამჭრელობას, უბრალოდ ასევე ეხება ეს პრინციპი NGO-ების გამჭრელობას. როგორ შეიძლება ვინმე მამტკიცოს ის, რომ NGO-ების გამჭრელობა არის ცუდი, არის რუსული და ეს შემდეგ, ხო, გახსოვთ რა ეპითეტებს იყენებდნენ. რა მნიშვნელობა აქვს შენი ხელისუფლება დააფინანსებს NGO-ს თუ სხვა ხელისუფლება და თუ მეტეს. თუ სხვა ხელისუფლება აფინანსებს NGO-ს, ის კიდევ უფრო მეტად გამჭრელი უნდა იყოს. ქართული ოცნების პოლიტიკური ხელმძღვანელები ქართული კანონის კრიტიკოსებს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებენ. გამჭვირვალობა თუ შეიძლება ევროპისთვის, რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის? ამ კითხვაზე პასუხი ისევ არ არის. სახელისუფლებო გუნდი კი დღესაც განმარტავს, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება. შავი ფული იხარჯებოდა პოლიტიკაში, ხმარდებოდა რევოლუციურ სცენარებს, სახელმწიფო გადატრიალებას და მთავრობის დამხობის სცენარებს, რისი მომსწრენიც არაერთხელ გავხდით, მაგრამ არ გამოუვიდათ, ამიტომ გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია. საქართველოს რატო არ უნდა მართოს ქართველი ხალხის არჩეულმა ადამიანმა, ადამიანთა ჯგუფმა, პარტიამ და რატო უნდა გმართოს ვიღაცის ხელდასმულმა აგენტურამ? აი რატო უნდა მოხდეს? ანუ თუ ამერიკაში კარგია, თუ ევროპაში კარგია, ცუდი როგორ არის საქართველოში მარტივ პრიმიტიულიც კი. რატომ უყურებენ ასე? იმიტომ უყურებენ, რომ ჩვენ გვიყურებენ როგორც პატარა დაბალ ღობეს და ასე არ შევახედებთ. ევროპარლამენტში უმსხვილესი პოლიტიკური ჯგუფი არასამთავრობოების გამჭვირვალობაზე საქართველოს და ამერიკის შემდეგ ალაპარაკდა. ევროსტრუქტურებში შიდა მოკვლევით დადგინდა, რომ ევროპის საერთო ბიუჯეტიდან ფული წლებია გაუმჭვირვალედ გასაიდუმლოებული საქმიანობისა და პოლიტიკური მიზნებისთვის იხარჯება. უცხო ქვეყნის მოქალაქის მხრიდან ძრელმანი ხულიგნობა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა საქართველოსთან მის გაძევებას გამოიწვევს. ქვეყანაში შემოსვლის გარკვეული ვადით აკრძალვას გამოიწვევს ასევე თანამდებობის პირის შეურაცხყოფაც. განპროექტის განხილვა ორი კომიტეტის სხდომაზე შედგა მარიამ ბუღაძე დეტალებით. უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები მკაცრდება. უცხო ქვეყნის მოქალაქეები თავშესაფრის სისტემის ბოროტად გამოყენებას ვეღარ შეძლებენ. შემცირდება თავშესაფრის საკითხის განხილვისა და გასაჩივრების ვადები. შესაძლებელი გახდება ცალკეული განცხადებების საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განხილვაც. უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევისთვის კი გაიზრდება ჯარიმები. დაახლოებით 1200-1500-მდე საქმე არის დღეს მიმდინარე სასამართლოებში. 97% აი ამ განაცხადების არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი. ხელოვნურად ხდება თავშესაფრის მოთხოვნა და შემდგომ ხელოვნურად გასაჩივრება იმისათვის, რომ გაიხანგრძლივონ ვადა. განაცხადი თავშესაფრის მოთხოვნაზე უნდა შევიდეს მხოლოდ მიგრაციის დეპარტამენტში. მოგეხსენებათ, რომ მათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნიათ. პოსტად ხდებოდა მითეულ მისამართზე გაგზავნა, იქ არანაირ ხდება, სანამ არ ჩაბარდება ვადების ათვლა არ ხორციელდება, ნებისმიერი გადაწყვეტილება ჩაბარდება ელექტრონულად. იმ შემთხვევაში თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე წვრილმან ხულიგნობას ჩაიდენს, თანამდებობის პირს შეურაცხყოფას მიაყენებს ან პოლიციელს არ დაემორჩილება და დაარღვევს აქცია მანიფესტაციის წესებს, მას ქვეყნიდან გააძევებენ და საქართველოში შემოსვლას გარკვეული ვადით აუკრძალავენ. ამ მიმართულებით კანონის გამკაცრება ქვეყანაში მიმდინარე რადიკალურ პროცესებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩარევის ფაქტებმა განაპირობა. ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის 2-დანაც წლამდე არის ვადა, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში შეიძლება იყოს 5-დან 20 წლამდე. არაერთი უცხოელი დავაიდენტიფიცირეთ მიმდინარე აქციების დროს, მათ შორის ბევრის მიმართებაშიც სასამართლო გადაწყვეტილებებია, რომ ჩაიდინეს დაუმორჩილება ან წვრილმანი ხულიგნობა, ნაწილმა ადმინისტრაციული პატირობაც კი მოიხადა. მაგრამ ვინაიდან არის საკმაოდ მაღალი ვადები იყო, ასე ვთქვათ, ქვეყანაში მათი უვიზოთ ყოფნის, ჩვენ არანაირი მექანიზმი ამ ადამიანების ქვეყნიდან გაძევების არ ქონდა. ერთი უცხოელი, მათ შორის პარლამენტის შენობაშიც კი შემოიჭრა. მათ შორის ყავდა რამდენიმე უცხოელი, რომელმაც მაგალითად ანჩისხატის ეკლესიას კვერცხები დაუშიდა. ცვლილებები საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მომზადდა და ისეთი ქვეყნების გამოცდილებას დაეყრდნო, როგორიცაა გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი და შვეიცარია. მიზანი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებაა. კომიტეტზე ითქვა, რომ სამინისტრო მიგრანტთა დასაქმების კუთხით არსებულ გამოწვევებზეც მუშაობს.
ამ ინიციატივას სახელმწიფო მნიშვნელობა გააჩნია ჩვენი მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება. აქტიურად მუშაობთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში დასაქმების და მუშაობის საშუალება ჰქონდეთ მხოლოდ შესაბამისი ნებართვის შემთხვევაში. რომით მიგრაციასთან დაკავშირებით თელი რიგი საკითხებია, რომელიც ამავდროულად არის გამოწვევა და საჭიროებს საკანონმდებლო მოწესრიგებას. საერთაშორისო დაცვის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი მომავალ კვირას პლენარულ სხდომაზე განიხილავს. იუსტიციის სამინისტრომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2024 წლის ანგარიში წარადგინა, ასევე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გაეროს კომიტეტების მიერ გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებაც ისაუბრა. უფრო მეტი ინფორმაციით ანა ბერძენიშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში. სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის რაოდენობის შესვლა მცირდება. მიმდინარე წელს მხოლოდ 190 სარჩელი არის სტრასბურგის სასამართლოში შესული. თუ ამ მონაცემებს შევადარებთ 2011 წლის მონაცემებთან 94%-ით არის შემცირებული სტრასბურგის სასამართლოში საქმეების რაოდენობა. დღევანდელი ანგარიშით აღინიშნა, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტი არის წამების წინააღმდეგ ბრძოლა. ამას ისიც ადასტურებს, რომ 2012 წლის შემდეგ არც ერთი სარჩელი პატიმრების მხრიდან სტრასბურგის სასამართლოში დარეგისტრირებული არ არის. დღევანდელი კომიტეტის სხდომაზე ასევე ისაუბრეს, რომ საქართველომ რუსეთის ფედერაციას ყველა დავა მოუგო, მათ შორის მოიგო 2008 წლის ომის საქმე და აღინიშნა, რომ ამ დროს ქვეყანა სტრასბურგის სასამართლოში ბრძოლა უწევდა არა მხოლოდ ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ, არამედ ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგაც. რაც საქართველო არის ევროსაბჭოს წევრი, 283 საქმეზე არის დარღვევა დადგენილი და ამათგან 253 საქმე შეეხება 2012 წლამდე მომხდარ ფაქტებს. აქედან განსაკუთრებით გამოსაყოფი არის პენტენციურ სისტემაში მომხდარი დარღვევები. 2012 წლის შემდეგ პენტენციური სისტემიდან ერთი საჩივარიც კი არ შესულა სტრასბურგის სასამართლოში, რომელიც დასაშვებად გამოცხადებულა. ყველა საქმე მოიგო საქართველომ როგორც 2008 წლის ომთან დაკავშირებით, ასევე განგრძობადი ოკუპაციის საქმესთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ იურიდიულად დადასტურებული ფაქტია, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული დღევანდელი დღის ჩათვლით რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და შესაბამისად ადამიანის უფლებათა დარღვევის თითოეული ფაქტი, რა თქმა უნდა, მათი პასუხისმგებლობის ქვეშ არის. საქართველოს რუსეთის ფედერაციას მშრალ ანგარიშზე ამარცხებს სტრასბურგის სასამართლოში და ამ საქმეებზე, რომელიც ოკუპაციას ეხებოდა სინამდვილეში, საქართველოს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ არ იბრძოდა, არამედ ჩვენ ერთად გვებრძოდა რუსეთის ფედერაცია და ნაციონალური მოძრაობა და ეს არის ფაქტი. ეს საკითხები ნამდვილად ოქროს ასოებით ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში. წინა ხელისუფლების მხრიდან არათუ მტკიცებულებები არ დაგხვდა, რომელიც მოგვეხმარებოდა, არამედ ბევრი ისეთი მოცემულობა დაგხვდა, რომელმაც ჩვენი შანსები მინიმუმამდე დაიყვანდა და შეიძლება შეუძლებელიც კი გახადა ამ საქმეების წარმატებით დასრულება. ყველა ეს რეზონანსული საქმე, რომელიც პირდაპირ შეეხებოდა ქართული მართლმსაჯულობის საქმიანობას, საქართველომ ასევე სუფთად მოიგო. არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა რაიმე პოლიტიკური ჩარევა. იუსტიციის მინისტრის მოადგილეს გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მოусმინეს მიმდინარე წელს ეს რიგით მე-9 ანგარიში იყო. მადლობა ანა, ეს ანა ბერძენიშვილი იყო. არარსებული იახტების საქმეზე განაჩენი ცნობილია გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილის სასამართლომ დამნაშავეება და სასჯელის სახით ჩიკვაიძეს 9, პაპიაშვილს კი 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯაც. დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ზედა ინსტანციაში გასაჩივრებას გეკმავს. მარიამ ქართველიშვილი გიამბობთ. გიორგი ჩიკვაიძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ და განისაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 წლის. ამოწყდი შენი შვილი იყოს დაწყევილი და შენი თავის განაჩენი გამოგაგდე
არარსებული იახტებით ვაჭრობის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავეცნეს. გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი სასამართლომ თაღლითებად ცნო. ჩიკვაიძე ციხიდან განაჩენის მოსასმენად მიიყვანეს, თუმცა გადაწყვეტილებით უკმაყოფილომ მოსამართლეს ისევ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაწყევლა. დასკვნით სხდომაზე დამსწრეთა სკამები დაიკავეს აქტივისტებმა. ხმაურის გამო სხდომა დაიხურა. ჩიკვაიძის პარტნიორ ირაკლი პაპიაშვილს 8 წლიანი სასჯელი განესაზღვრა, ის დარბაზიდან ციხეში გადაიყვანეს. განაჩენამდე ბრალდებულმა პაპიაშვილმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა, თქვა რომ საქმეში ის არ ფიგურირებს და დამკვეთებთან პირადად მას კავშირი არ ქონია. მე არც ერთგან არასდროს არც ხელი მიწერია, არც ვინმესთან შეხვედრაზე რაიმეს დავპირები ვარ, რაიმე იახტის დეტალებზე მისაუბრია, არასდროს მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. ირაკლი პაპიაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ იახტების საქმეში ბრალდებულმა დაზარალებულების ვალი აღიარა, დაცვა განაჩენის გასაჩივრებისთვის ემზადება. ვალის აღიარებაზე აქ ხელი მოწერილი და გადარიცხული აქ თანხა აქ დაბრუნებული, რაც სამოქალაქო ხელშეკრულებიდან გამომდინარე არის. შესაბამისად სამოქალაქო საქმეზე დადგა დღეს სისხლსამართლის სასამართლოში განაჩენი. საქმის პროკურორის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მოსამართლემ სრულად გაიზიარა, აუდიო-ვიდეო მასალა, გადარიცხები და დაზარალებულების ჩვენებები. აღნიშნული წარმოადგენდა სისხლისამართლის დანაშაულს და შესაბამისად სასამართლოს მიერ შეფასებული იქნა სამართლებრივ და ამიტომაც იქნა გამოტანილი გამაუწყონებელი განაჩენი. საქმეში არსებული თითოეული ფაქტი გარემოება თითოეული ადასტურებს, რომ არის ჩადენილი დანაშაული. გიორგი ჩიკვაიძის კომპანია Selt Building-ისთვის 1,195,000 ლარზე მეტი სანაცვლოდ უცხოეთიდან იახტა უნდა ჩამოიყვანა, თუმცა არც საზღვაო ტრანსპორტი ჩამოიყვანეს და არც თანხა დააბრუნეს. საქმის მასალების მიხედვით კლიენტს ატყუებდნენ, თითქოს იახტა არარსებულ შტორმში მოყვა და დაზიანდა. საბოლოოდ კი გადახდილი მილიონები საკუთარი მიზნებისთვის მოიხმარეს. ბრძოლა ნარკორეალიზატორებთან პოლიციამ 7 ადამიანი დააკავა. სამართალდამცველებმა ჩრეკის შედეგად დიდი ოდენობით სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, მათ შორის წინასწარ მომზადებული ადგილებიდან. დაკავებულთაგან ერთ-ერთი რუსეთის მოქალაქეა. დიტო ყირიმლიშვილი გიამბობთ. ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულებმა იმ ადგილებზე მიუთითეს, სადაც ნარკოტიკებს დადების მეთოდით ხიდდნენ. საგამოძიებო მოქმედებების ფარული შესყიდვის და ჩხრიკის დროს სამართალდამცველებმა ბუპრენოფრინი, ჰეროინი, ალფა-პვპ და გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს. სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 7 ბრალდებულს შეეფარდა. ნაწილი დუმილის უფლებას იყენებს. ერთ-ერთი რუსეთის მოქალაქეა. ამ ეტაპზე ჩემი დასაცავი პირი იყენებს დუმილის უფლებას იმ მასალებიდან გამომდინარე, რაც დაცვის მხარის უკვე გადმოეცა, დაზუსტებით შემიძლია იმის თქმა, რომ არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რაც უტყუარად დაადასტურებს იმას, რომ ჩემმა დასაცავმა პირმა ნამდვილად ჩაიდინა ის დანაშაული, რასაც ბრალდების მხარე ედავება. სხვა დაკავებულებისგან განსხვავებით წარდგენილ ბრალს ნაწილობრივ აღიარებს ერთ-ერთი ბრალდებული. ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არა გამსაღებელი, არამედ მომხმარებელია. ის ფაქტი, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გადასცემს სავარაუდო ნარკოტიკულ საშუალებას სხვა პირს, ჩვენ ამას არ უარყოფთ, მაგრამ მიზანი და მოტივი იყო ის, რომ მოეხმარათ ერთად. თანხა იყო მხოლოდ იმ ნაწილში, რაც დასჭირდა ნარკოტიკული საშუალების შეძენას, საფასურს, ასე რომ ვთქვათ, და არა ის, რომ მან მიიღო რაიმე სახის პირადი მატერიალური სარგებლობა. დუმილის უფლებით სარგებლობს 20 წლის გურიერი. მისმა ადვოკატმა ქრონიკის კითხვებს არ უპასუხა, თუმცა პირად საუბარში ამბობს, რომ მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა არ იცოდა, რომ მას ნარკოტიკული ნივთიერებები გადაჰქონდა. რა თქმა უნდა, ის უდანაშაულოა, მეტი არაფერი ვიცი. პროკურატურა ბრალდებულებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენას შენახვას და გასაღებას ედავება. ბინის ჩხრიკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია სასწორები და რეალიზაციისთვის საჭირო ნივთები. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დანაშაული 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების დასახმარებლად თბილისის მერია სპეციალურ პაკეტს ამზადებს, რომელიც ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს. თანხები მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა, პარალელურად დაზარალებულ მოვაჭრეთა საინიციატივო ჯგუფთან სამუშაო შეხვედრები ინტენსიურად გაგრძელდება. მაკოლ ორთქიფანიძე გიამბობთ.
ეს კადრები იმ მძიმე რეალობას ასახავს, რომლის წინაშეც რამდენიმე დღის წინ გაჩენილი ხანძრის შედეგად 400-მდე ადამიანი აღმოჩნდა. მოვაჭრეები დახმარებას ელოდებიან პირველი რიგის ამოცანა, განადგურებული კონსტრუქციების დემონტაჟი და ტერიტორიის მოწესრიგება. მუნიციპალიტეტმა ეს თხოვნა უკვე დააკმაყოფილა და ტერიტორიაზე შესაბამისი სამუშაო დაიწყო. მერია ამ ბაზრობაზე დასაქმებულ ადამიანებს ფინანსურადაც დაეხმარება. ჰქონდა 16 კვადრატი ქალის ტანსაცმელი, ეს დაიწვა და ძალიან დიდი კეთილინება გამოხატა საქართველოს მთავრობამ, თბილისის მერიამ, ხარდაჭერა გამოგვიცხადა, დიდი იმედი მოგცა იმისი, რომ დაეხმარება ყველა ჩვენთაგანს. ამათი ტკივილი არის აუხსნელი, არ ვიცი, ძალიან დიდი ზარალი აქვს. თელი 15 წლის ნაშრომს რო 15 წუთში გაანადგურებ, როგორ უნდა იყოს ნებისმიერი მათგანი. იმედები მაქვს, რომ რასაც ყვირდებიან, დასრულდება კარგად. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერიტორია კერძო საკუთრებაა, მუნიციპალიტეტმა კომპეტენციის ფარგლებში საჭირო სახსრები გამოყო და სარალის შესამსუბუქებლად ფინანსური დახმარების პაკეტს ამუშავებს. ეს დახმარება ვერ იქნება იმის საპირწონე, რა ზიანიც მოვაჭრეებმა მიიღეს, თუმცა რა თქმა უნდა იქნება თანადგომა მხარდაჭერა. ჩვენ უამრავი სპეკულაციები მოვისმინეთ, რაც იყო ტყუილი, მორიგი პოლიტიკური სპეკულაციები და სიბინძურე. რა თქმა უნდა, ყველაფერი იქნება აღდგენილი. ხანძრით დაზარალებული მეწარმეები, რომლებსაც ფინანსური ვალდებულებები აქვთ, საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ. მუნიციპალიტეტის ჩართულობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს საბანკო სექტორთან. პარალელურად გრძელდება სამუშაო შეხვედრები მოვაჭრეების საინიციატივო ჯგუფთან. ქონდა ჩვენ კომუნიკაცია საბანკო სექტორთან და საკმაოდ მხარდამჭერი იყო მათი რეაგირება და პასუხები. ისინი მზად არიან რომ იმუშაონ ინდივიდუალურად თითოეულ დაზარალებულთან მიმართებით და საჭირო ზომები მიიღონ იმისთვის, რომ ძიმეტვირთად არ დააწყვეთ ეს პერიოდი. განადგურებული ბაზრის დასუფთავებას დაახლოებით 1 თვე დასჭირდება. შემდეგ კი ტერიტორიას სრულად მოაწესრიგებს კომპანია, რომელსაც ფართები იჯარით აქვს გაცემული. ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის ვადები ჯერ უცნობია. მადლობა დიმიტრი. წინგელით იმედი ლაივი გადაცემა 23 საათზე დაიწყება ნახავთ.